როგორ ახართ ხალხო, საღამო მშვიდობისა, ეთერშია რეგიონალური ტელევიზია, თქვენი და თქვენი ოჯახებითვით. მოგესალმებით და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი რეგიონალური ამბების დღევანდელი სპონსორია ზაქროს ბალი. ზაქროს ბალი. ბალი ჭამე კურკაყარე. მადლობა ზაქროს. მანამ რეგიონალური ამბები მიმოხილვაზე გადავსულვართ, გეტყვით რომ ახალი რეალიტი შოუ შამაირიგე სიდედრის კასტინგი გადადებულია წლის ბოლომდე სიდედრების პროტესტის გამო. ამიტომა ნუ მოიდიხარ და ნუ მაწუხებთ კაცო ჩვენი ტელევიზიის დარაჯ ზურია შაწუხდა კაცო თავის დერულობა ეყოფა. მაინც გაყვა ხო მაგის გოგო სულად. დედა რა დღეშია ბიჭო კაცი. კაი მივხედოთ ახლა ჩვენ საქმეს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ ლუიზას ატვებს წელს კარგი პირი უჭირს. თუ ისევ გრიშას ძროხები არ გადმევიდნენ და არ გადაჯეგესო. აცხადებს თავად ლუიზა. შეღობე, შეოჯახაშენებულო ეგბაღი, ნუ შეგშავე მაგ შენი ატვები. ან ერთი სამლიტრიანი ატვის კაპოტი მაინც მახსოვდა შენგან. არა ეგრომ შველის ბიჭო მახმელიაზე თქვი. განგემრიელია. პახმელიაზე გამახსენდა ჩემო ჩიტოვი ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა თედო ყარაძემ უტყუარი ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ რომ ველიციხეში იმართება 200 კაციანი ქორწილი. ნუ ეტენებით მაგ პალატკაში კაცო 200. მე ისა ზამია ნამდვილად იცი რომ უტყუარი ინფორმაცია მაგი. დაიგინა და რა ხა სამწერი კაცია და შეგეძალი რა კაი და პატიოსანი. გადავალ მაშინ მე საზღვარ გარეთის ამბებზე. კასპში ერთ-ერთი ცემენტის ქარხნიდან ცემენტი ჟონავს. რის შედეგადაც ორი გამლელი ველო ტურისტის ძეგლი დეიდგა უნებლიეთ. რაც ზაღი კაცო. ხაშურში სადაცაა დასრულდება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ყორგადეირი შე. მაის რა არის კაცო საპარიკმეხო სუკაროა შენებენ რა ვიცი. ქალო რატო შეგითხარი შენა რომ გადამოწმელი ინფორმაცია ნუ წერ მეთქი აქა. იმის არის კაცო კრისტალაგელა სიდედის გარდაცვალების ამბავი რო წამაკითხა. საღამოს აღში რომ მამივარდა იქალი რაც მაგან ამწყევდა რამიგული გამიშკდა. ცოცხალი ყოფილა ჯერმე კიდევ ჩავფიჩინდი რომ დავიდა. კრისტალაგელა მოსაკლავე. მე რამდენჯერ გვიკეთებს ამას. არ კუტება ეკალი ხო ხედავ. მაგრამ იხდის გამოცხადების ათლანდა. ამერაბლა ვაცხადოთ ავიღო. მაშინ გადავიდეთ იმ ამბებზე რაც ნაღდი ვიცი რა. ტუსკოზი რა გივიას მოზვერი ისევ გადავიდა ბაკურას ვენახში და მაიამავა იქაურობა. აი მაიამავა. აი ჩოულებრი ხლა ამ სიტყვის ჩოულებრი ხმარ. მანაგავა. მოზვერი შემთხვევის ადგილზეა დაპატიმრებული, დაკავებული. დაზარალებული იუწყება რომ განადგურებულია ნარგავები და ნათესები. ტუსკოზი რა გივია ზარალის არაზღაურებას არ აპირებს. ამიტომ ბაკურას უკვე დადგმული აქვს დიდი ქვაბის წყალი და კაი ხაშლამაზეც გოლოდება. შეგენაცვალე აბა მარა ენაცვალე შენ ამიდი შენახ. იმერეთში სიმინდის ყანების თესვა უკვე ფაქტიურად დამთავრებულია. ნიეტა ერთი რადგინა თამოდენა სიმინდი ეგამაგებინა ამ იმელებსა რა. აბა ჩალა თუ არ იქნა ზამთარში რა ვაჭამო ძროხებს ბარიატრიას ვერ გოუკეთე. ბიჭო შაიჯვარეთ ეგ ძროხები დათევთან და ზამთარში დაიძინე. ცუდი აზრია. ძროხის ბელები მასდები ახლა კიდო შეგენაცვალო ჩემი თავი რა. კარგი. ვაგზელებთ ამბები მიმოდისა. ვაქირი სკოლაში ციგნების შემოტანა გვიანდება. რის გამოც ანატომიის გაკვეთილები ჩატარდება სოფლის აბანოში, აცხადებს ანატომიის მასწავლებელი ზაირა. მეორე სვირის მკვიდრი ათაილო მამუკა კვირიკაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მას უკვე 24 წელია არ გაუთოხნია კანი. მაღალმთიან რეგიონებში დაიწყო ხნათესვის სეზონი.
ზაფხულში ყველა იმას მოიმკის, რაც დათესა. შესაბამისად, ზაფხულამდე თურქულ პომიდორზე, ირანულ კითილზე და მექსიკურ სერიალებზე მოგვიწევს ყოფნა. სოფელ სიგდარვაში ხარები აპროტესტებენ დიზელის გაძვირებას. მიწების დახვნა ტრაქტორების ნაცვლად ძირითადად ჩვენ კისერზე გადადისო და გადარეულების მოიან. ახლა კი ამინდი. ამინდი პროგნოზის სპონსორია გოგიას ლიმონათი. გოგიას ლიმონათი ვინც დალიეთ, ჯვარი გეწევა. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია კარგი ამინდი. რა ვიცი, მე არ ვჯერა და ამიტომ თბილები, გძელკლავიანები და თბილი დასკები არ შეინახოთ ჯერ შკაფში. ეხლა კი გარე ჩართვა გვექნება. ვნახოთ როგორ მუშაობს ჩვენი მოწინავე ტრაქტორისტი კოლა შრატაშვილი. აბა გისმენთ კოლავ. კოლა, ალო. კოლა, რა გარე ჩართვა კაცო? გაიქენეთ მაინც აგარეთ ანგრევს წვიმა იქაურობას და აქედან რო ჩავერთო არ შეიძლება. მოდი ჩაერთვა საჭამელი და. თანა ოპერატორი გამიგცა ზემოუბრელებთან სვამს და სადა? ზეითა უბანში. კაი ჯანდაბა, შენი თავი მიდი, აბა, დავიწყოთ. აი. იდმობთ ეთერს. აი ეგრეა ჩვენეთ, ხალხო, აი ეგრეა ჩვენეთ. ვითომ გარედან არის. არა და გითმობთ ეთერს. რა თვიდა ბიჭო ეთერი, ვინ არის ეთერი? ნანულა მამკლავს, ვერ უღალატებ მაგასამე. აი სატელევიზიო ეთერია შეშობეძან. გამისხდა. რა ხდება, აბა? ხნა მინდორველებსა. მარაშები აბა. დიზელი რო გაძვიდა მემრე. ცოტასა ვასხავ და ცოტასა ტრაქტორს დაუკიდებ ხოლმე წინა და ზაღლივით ვიდებ თვითონა. მოროტი ხმები ამბობენ კოლას ტრაქტორის ზეთს ჭამსო და მართალია? რა მოროტი ხალხია ბიჭო რა. ჯებალას რა თქვა მიიქნება ეგა. მაგის ბიჭი რო უბაყურებს იმ წვანსა რო ჭამს რა, მე ვიზახი მაგასა. ხაჭლაბა ხო არ არის კიდე, ზეთი არის ჭამოს კიდე ამ ტრაქტორს რა. ზემოთ რო სავენახე მიწამა, კეთი ეგ მითხარი, რო დამპირდი ამოვალ და ამოხნაო. რაც არ მოხვედი და არ მოხანი. უნდა მახვეწინო შეშობეძაღლოში. ამოვალ ხო მარას ვიზა ბაბა. ბიჭო, არ მამატყო იცოდე. რაც დაკმიდი ხო შაგისრულე ტელევიზორში გამოგაჩენმე. მიდი ეხლა დეში და დახალი. რა ვაჩაწყობითა ყველაფერი გედეიდა. ბიჭო, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთანა. სიმღერა მაქვს მაგარი ახალ დაწერილი და მოდი ვიმღეროთ ჰა. თანაგედა ბიჭების მომეხმარებიან თქვენსა და შაუბეროთ ჰა. ამას უყურე. ცოტა ხანში გამაგდებს. რაზიასი? რა იქნება ეხლა რა? კბილისაკი მივიარა ვარ ტრაქტორ. ყოველთვის ვამბობდი რომ ტრაქტორზე სიმღერა უპრიანია. აი, ვიმღერე. კაი, ვიმღერო. მოუშვა ჩვენი რა მიდის კაცო მოსრულია თაკაც. 13-იანი კლუჩი და მიკროფონი სულ მიგდიანი. და ის მე ვკრა.